გასულ კვირას აზერბაიჯანის პარლამენტის მინიმეჯლისის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ ნამირ ნამაზოვმა განაცხადა, რომ 2025 წლის თებერვალში აზერბაიჯანზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან რუსეთის ფედერაცია იდგა. აზერბაიჯანელმა დეპუტატმა მოხსენების დროს კიდევ უფრო მეტი სიზუსტე შემოიტანა და თავდასხმის აქტში კონკრეტული ჯგუფი დაადანაშაულა. არტ 29, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის სამხედრო დაზვერვის არაოფიციალურ დანაყოფს წარმოადგენს. ნამაზოვმა კიბერშეტევა ახსნა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის უკმაყოფილებით აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ბაქოში რუსული სახლის ფუნქციონირება აიკრძალა. რუსული სახლები ცნობილია მათი დესტაბილიზირებელი როლით იმ ქვეყნებში, სადაც გახსნილია მსგავსი ტიპის რუსული ორგანიზაციები. მოხსენებაში კიდევ ერთ მიზეზად დასახელდა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსული პროპაგანდისტული მედიის ადგილობრივი დანაყოფის სპუტნიკის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ღიად გამოაცხადა, რომ მის წინააღმდეგ რუსეთიდან ხორციელდება მასშტაბური კიბერთავდასხმები და რომ ამ შეტევის უკან დგანან რუსეთის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურები. თავად კიბერშეტევა და ის, რომ მოხერხდა მის უკან მდგარი სტრუქტურული დანაყოფის იდენტიფიცირება, აზერბაიჯანისთვისაც წარმოადგენს გარკვეულ სიგნალს მოსკოვიდან, რუსეთის ხელისუფლებიდან, რომ მიუხედავად მმართველობითი სისტემების შედარებით მსგავსებისა და ერთმანეთისადმი ლოიალობის, თუკი პუტინისა და რუსეთის ინტერესები არ იქნება სრულად გათვალისწინებული, რუსეთი მსგავს მოქმედებებს მიმართავს და არ დაიხევს უკან მათ დესტაბილიზირებელი რესურსების ამოქმედებისაგან, თუნდაც აზერბაიჯანში. თავად რუსული სახლი, ისევე როგორც სპუტნიკის დახურვა, ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოყვა, რისი მიზეზიც გახდა რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებრივი პოზიცია მისსავე ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი აზერბაიჯანული თვითმფრინავის რეალური მიზეზების დამალვის მცდელობის გამო. თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდა, მაგრამ მიზეზი რის გამო ჩამოვარდა სწორედ რუსეთის საჰაერო სივრცეში ხდებოდა. ამ მომენტამდე ალიევი რუსულ სახლს და სპუტნიკს ითმენდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა ამ წარმონაქმნებს არანაირი საერთო არ აქვთ ხალხებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასთან და ეს მხოლოდ საფარია სპეცსამსახურების საქმიანობისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ყირგიზეთში დააკავეს რუსული სახლის თანამშრომლები იმის გამო, რომ ისინი აქტიურად ეწეოდნენ ყირგიზეთის მოქალაქეების გადაბირებას და გაგზავნას უკრაინის წინააღმდეგ ომში. აზერბაიჯანთან დაკავშირებული გასული კვირის ეს მოვლენა მხოლოდ იმის გამო გამახსენდა, რომ გასულ კვირასვე კახეთში რუსი მაღალჩინოსნების დიდი ქეიფის პარალელურად საქართველოში მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს პუტინის მიმართ კრიტიკით გამორჩეული კომიკოსი, კიდევ ერთი რუსი ბლოგერი. მაშინ, როდესაც იგივე ადამიანმა უპრობლემოდ გადალახა აზერბაიჯანის საზღვარი. რა განსხვავებაა საქართველოსა და აზერბაიჯანის მმართველების სუვერენიტეტის შინაარსა პუტინისა და რუსეთისადმი დამოკიდებულებაში? ალიევი არა მარტო დეკლარირებს, არამედ რეალურად ახერხებს ყველა ფაქტორის გათვალისწინებით სუვერენული პოლიტიკის რეალიზებას. ამისთვის მან წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ქვეყნის რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა არა მარტო ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის ფაქტობრივი განეიტრალებისთვის, შეიარაღებული ძალების გადაიარაღება გაძლიერებისთვის, თურქეთთან სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეზე ასაყვანად და საბოლოოდ სტრატეგიულ შედეგად ქვეყნის მთავარი პრობლემის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის მოსაგვარებლად. ილჰამ ალიევი, მიუხედავად აზერბაიჯანში არსებული მმართველობითი მოდელის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულებისა, დღეს სამხრეთ კავკასიის წამყვანი პოლიტიკური აქტორი და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ თამაშებშიც ანგარიშგასაწევი პარტნიორია. ამის სრულიად საწინააღმდეგო რამ მოხდა და ხდება საქართველოს შემთხვევაში, რომლის მმართველი კლანიც მთავარ მიღწევად რეალური სუვერენულობის მოპოვებას ასახელებს. ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს ყველა სტრატეგიულ მოკავშირესთან გაიფუჭა ურთიერთობა. მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან დღეს საქართველოს სახელით მოლაპარაკე მთავრობა ცივი ომის
ფაზაშია, რეჟიმშია. ინტერესის საგანს ამ ურთიერთობების სასწრაფოდ აღდგენა კი აღარ წარმოადგენს, არამედ მთავარი ინტრიგაა 9 მაის ვუჩიჩის, ფიცოს და კრემლის სხვა ლოიალისტების გამოთავისუფლებულ ადგილზე წითელ მოედანზე ყაველაშვილს ვიხილავთ თუ არა. სადაც სხვადასხვა უკვე დახვდებიან სეპარატისტები სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომელთა წინაშე ბოდიშების ხდამ არათუ დაგვაახლოვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანა არაღიერების პოლიტიკა. გასულ კვირას უკვე რუსებმა სოხუმის აეროპორტიც გახსნეს. ივანიშვილის რეჟიმის სუვერენიტეტი სასაცილოდ გამოიყურება პრეზიდენტ ალიევის მოქმედებებთან პარალელში. საქართველოში რუსული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სპეცსამსახურების ინტერესი სრულად დაკმაყოფილებულია და ეს ხდება საქართველოსავე ინტერესების ხარჯზე. ყველაფერი იქამდე დავიდა, რომ არათო რუსული საცეცების ჩაჭრა, სპუტნიკის, რუსეთის მიერ ნაკვები პოლიტიკური თუ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა მავნებლური წარმონაქმნების საქმიანობის აკრძალვა შეზღუდვა არ ხდება, არამედ პირიქით, დღეს საქართველოს ტერიტორია რუსული სპეცსამსახურების აქტივობისთვის 64-დაა გადაქცეული. ივანიშვილის რეჟიმის სუვერენობა ყველაზე ნათლად ალბათ მაინც საზღვარზე ჩანს, როდესაც ქართველი მესაზღვრეები იძულებულები არიან ზემდგომის ბრძანების შესაბამისად რუსული სპეცსამსახურების მიერ გადმოცემული სიებით იხელმძღვანელონ და ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვან ვიზიტორები, რომელთა ხილვაც საქართველოში მოსკოვს არ ესიამოვნება. ოცნების სუვერენიტეტი სინამდვილეში სრული ქიმერაა, პატრიოტულ გრძნობებზე მოთამაშე იმ ადამიანებისათვის, ვისაც ერთმანეთისგან ნამდვილი სუვერენიტეტი და პატრიოტიზმი პუტრიოტების რუსული მანიპულაციებისაგან დღემდე ვერ გაურჩევიათ.